გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ზეიმი პარიზში, ახალი კონკურენტი კვარაცხელიას და სკუდეტოს საგა. მამარდაშვილს ღირსეულად გააცილებენ. სასიხარულო ინფორმაცია გიორგის თავს. ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარეთ ფარხის გამოწერას, რადგან ჩვენი მიზანია რომ ამ თვეში 90,000 გამომწერზე ავიდეთ. მადლობა თუ შენეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მიქაუტაძის კონკურენტი მიდის. რა ხდება ლიონში? გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი ალექსანდრ ლაკაზეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლიონს დატოვებს. ეს ინფორმაცია ფრანგული კლუბის თავკაცმა პაოლო ფონსეკამ გავრცელა და მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლაკაზეტზე ისაუბრა. ლაკაზეტს დღეს ვესაუბრე. მართალია რომ ეს შეხვედრა მისთვის ლიონის მაისური ჩატარებული ბოლო მატჩი იქნება, რაც გუნდს დამატებით მოტივაციას გაუჩენს. ლაკაზეტმა კლუბისთვის ბევრი საოცარი რამ გააკეთა. ის ბრწყინვალე პროფესიონალია და მასთან მუშაობა ძალიან მომწონს. ამიტომ ის პატივსაცემად კარგი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ, განაცხადა ფონსეკა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სეზონიდან მიქაუტაძეს კონკურენტი არ ეყოლება, არსებობს დიდი შანსი რომ კლუბის დატოვება გიორგისაც მოუწიოს, რადგან როგორც მოგიხსენებათ ამჟამად ლიონში რთული ფინანსური სიტუაცია და კლუბის ხელმძღვანელები ფინანსების მოზიდვას ყველანაირი გზით შეეცდებიან. ერთ-ერთი ნაბიჯი კი სწორედ ლაკაზეტის დათმობაცაა. სად გააგრძელებს ჩაკვეტაძე კარიერას? რას წერენ გიორგის შესახებ? ფუტბალ ლიგვარდი გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს. მათი თქმით, გიორგის ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე მეტოქის მცველებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ჩაკვეტაძის კარგმა თამაშმა კი მის მიმართ ლესტერისა და ვულვზის ინტერესი განაპირობა. გამოცემის ცნობით ქართველი ფეხბურთელის შესაძლოა ბილალ ელ-ხანუნის იდეალური შემცვლელი იყოს. ლესტერის მაროკოელი შემტევის მიმართ კი ინტერესს ლონდონის არსენალი და ლიონი იჩენენ. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე 29 აგვისტოს 26 წლის გახდება. მის კარიერაში კი მნიშვნელოვანი მომენტი დგება. შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისაც კლუბები აქტიურებენ და შესაძლოა ზაფხულში პრემიერ ლიგის ან ტოპ 5 ლიგის რომელიმე კლუბში ვიხილოთ. გეტყვით იმასაც, რომ 2024-25 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპისა და თასის მატჩების ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა. კარიერაში კი ერთ სეზონში ამდენად ბევრ შეხვედრაში არასდროს უთამაშია. ჩემპიონშიპის ამ სეზონში კი მოედანზე 3282 წუთი გაატარა, რაც ასევე მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. აქედან გამომდინარე, თითქოს გიორგიმ ტრამვებს თავის საბოლოოდ დააღწია, თუმცა აპრილის დასაწყისში მიღებული ტრამვის გამო მან სეზონი ნაადრევად დაასრულა. ამის გამო ის ივნისის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს და მინდორს შემდეგ სეზონში დაუბრუნდება. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი სეზონიდან გიორგის ახალი კლუბის მაისურით ვიხილავთ. როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილისა და ვალენსიას 4 წლიანი ისტორია სრულდება. მამარდა უმაღლეს დონეზე ადის და სათამაშოდ ლივერპულში მიდის, სადაც ჯერჯერობით გარანტირებული არაფერია, თუმცა ამას მომავალში ყველა ერთად გავიგებთ. ხოლო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველ მეკარეს კომაგები ბოლოს საშინაო მატჩში სპეციალურ გაცილებას მოუწყობენ. 18 მაისს ღამურები მესტალიაზე ატლეტიკ ბილბაოს უმასპინძლებენ. შეხვედრის შემდეგ კი გულშემატკივრები მამარდაშვილს გამოემშვიდობებიან. სალსახაა, რომ ქართველი მეკარე ვალენსიაში მისვლის დღიდანვე ძალიან შეიყვარეს. მან ამ კლუბთან ერთად ისტორია დაწერა და ერთმანეთს არასდროს დაივიწყებენ. აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ რელოვომაც ისაუბრა, რომელიც გიორგის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. კოპა დელ რეის ფინალის უქმეებზე მამარდაშვილი თანაგუნდელებს თბილი სიტყვებით დაემშვიდობა. ქართველი მეკარე მათ რესტორანში გამოემშვიდობა და კვირას იმავეს მესტალიაზე გააკეთებს. მამარდამ ვალენსიაში 4 ჯადოსნური წელიწადი გაატარა. ის ყველასთვის უცნობი მეკარიდან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ იქცა და ოქროს ბურთის ჯილდოს ნომინანტებს შორისაც იყო. თუმცა ვალენსიაში მისი თავგადასავალი დასრულებულია, წერია გამოცემაში. დღეს ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენი პარკ დე პრენსე ოსერს უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პარიზული გუნდი დამსახურებულ თასს ჩაიბარებს. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელია იტალიის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. დამსახურებულ მედალს კი ის დღეს მიიღებს. სავარაუდოდ ოსერთან ქართველი 60 წუთს ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგამდე მას 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალი ელის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კვარაცხელია კი PSG-ს პირველივე სეზონში ტრიპლეტს უმიზნებს. ამის შანსი კი საკმაოდ მაღალია. დარჩენილ შეხვედრებში კი ენრიკე ფეხბურთელებს მაქსიმალურად მოამზადებს, რათა ლიგის ფინალს უმაღლეს კონდიციებში შეხვდნენ. შესაბამისად, ფორმაში ყოფნის მიზნით დღეს გამორჩეული ლიდერები ბოლო მატჩთან შედარებით მეტ სათამაშო დროს მიიღებენ. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება PSG-სა და ოსერის შეხვედრა. ხოლო ვინც ორ ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. რაც შეეხება პარიზულ კლუბში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ირკვევა, პარიზელები ახალი ცენტრ-ფორვარდის დამატებას გეგმავენ. საქმე კი ეხება სერხუ გირას. გავრცელებული ინფორმაციით ენრიკეს ამ ფეხბურთელის პროფილი ძალიან მოსწონს და ბილდის ინფორმაციით ზაფხულში ის PSG-ს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება. მისი ტრანსფერი კი შეტევათა ხაზში, რა თქმა უნდა, კონკურენციას ძალიან გაზრდის. თუმცა ქართველ ფეხბურთელს რომ კონკურენციის არეშინია, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბარკოლას მაგალითზეც.
ხვიჩას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს და მისნაირი ფეხბურთელის პოვნა თანამედროვე ფეხბურთში ძალიან რთულია. 31 მაისს ხვიჩას გუნდს აქვს შანსი რომ მიაღწიოს იმ შედეგს, რაც ვერ მოახერხეს ვერც ნეიმარისა და ვერც კილიან მბაპეს ეპოქაში. ამიტომ დიდია შანსი რომ კვარაცხელია სახელი ამ კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწეროს. რაც შეეხება კვარაცხელიას სკუდეტოს საგას, ნაპოლიმ 2-2 თამაში უნდა მოიგოს, რათა სერიას გამარჯვებული გახდეს. ხოლო წესების თანახმად სერიას ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონობის მომენტისთვის გუნდის განაცხადში იქნება. კვარაცხელია კი მათ რიცხვს არ ეკუთვნის. შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად, ეს ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტი იქნება. და სწორედ ამ ყველაფერს გამოეხმაურა La Gazzetta dello Sportის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი დაიცვა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა. თუ ნაპოლი კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს, არასწორი იქნება ისე მოქცევა, თითქოს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის კვარაცხელიას. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ამიტომ ეშილდო კვარაცხელიამაც დაიმსახურა. კვარაცხელიას მსგავსი ელემენტის გარეშე კი სკუდეტოს მოგება რაღაც განსაკუთრებული იქნება. ეს არ იქნება ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ ფაქტად უნდა მივიღოთ და გამორჩეულად არ აღვნიშნოთ. კვარაცხელი არის ფეხბურთელი რაციონალური ლოგიკის მიღმა. ის არაჩვეულებრივი ჩემპიონია და ნაპოლიმ იგი იანვარში გაყიდა. ეს ტრანსფერი იყო ოპერაცია, რომელმაც ყველა დააზიანა. ჩემი აზრით, ნაპოლის მხრიდან ახლა სკუდეტოს მოგება სასწაული იქნება, მაგრამ თუ ვერ მოიგებენ, მაშინ კონტრსასწაულს მივიღებთ, ამბობს ჯორდანო. რაბედიელის ოსიმენს, ბოლო ინფორმაცია იტალიიდან. მადრიდის რეალი გააქტიურდა, რას აპირებს პერეზი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მადრიდის რეალმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა დაიწყო. მათ ცოტა ხნის წინ 딘 ჰაუსენის ტრანსფერი დაადასტურეს, რომელშიც კლუბმა 50 მილიონი ევრო გადაიხადა. 20 წლის მცველს კი უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება შემდეგ სამბიზნეს, ეს დიდი ალბათობით შემტევი იქნება. მადრიდის რეალი ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და ერთ-ერთი პირველი, რომელსაც გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, როდრიგოა. ბრაზილიელი გუნდში მისი ამჟამინდელი როლით კმაყოფილი არ არის და ზოგადად რეალში თავის თავს ვეღარ ხედავს. ამიტომ სამეფო კლუბი თადარიგს იჭერს და როდრიგოს შემცვლელს უკვე აქტიურად ეძებს. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები რიველ პლეიტის 17 წლის შემტევს ფრანკო მასტანტუონოს შეძენას გეგმავენ. ბლანკოსი ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე კონტაქტია. მხარეებს შორის კი სატელეფონო საუბარი შედგა. ამ ფეხბურთელს კი რიველ პლეიტი 45 მილიონ ევროთ აფასებს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ 17 წლის არგენტინელის მიმართ ინტერესი PSG-ს, მანჩესტერ იუნაიტედს, მანჩესტერ სიტის, მადრიდის ატლეტიკოს და მილანს აქვთ. შესაბამისად, მადრიდელებს ამ ტრანსფერისთვის დიდი ბრძოლა მოუწევთ. როგორც მოგეხსენებათ, ოსიმენი ნაპოლიდან გალათასარაიშია განათხოვრებული, თუმცა სეზონის ბოლოს ნიგერიელი ფეხბურთელი პარტენოპეიში დაბრუნებას არ განიხილავს. ის კლუბს 100%-ით დატოვებს, მაგრამ ისმის კითხვა თუ საწავა ვიქტორი. გავრცელებული ინფორმაციით ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად იუვენტუსი აქტიურობს. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს დუშან ვლაჰოვიჩი ტურინულ გრანს დატოვებს. მის ნაცვლად კი კლუბი სწორედ ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურას განიხილავს. მხარეები ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა რაც მუშაობენ, თუმცა ამ პოტენციურ გარიგებას ნაპოლი ჯერჯერობით ბლოკავს. როგორც იტალიაში იწერება, პარტენოპეის 26 წლის ფორვარდის უშუალო კონკურენტში გაყიდვა არ სურს, რაც ამ გარიგებას აფერხებს. თუმცა თავის მხრივ ნიგერიელმა ფორვარდმა იუვენტუსთან ხმობა უკვე განუცხადა. არსებული სიტუაცია კი ასეთია. ვიქტორ ოსიმენს იუვენტუსში თამაში სურს, მაგრამ ნაპოლი ამ გარიგებაზე თანახმა არ არის. მაგრამ ეს რა თქმა უნდა დღევანდელი რეალობა. წინ კი მთელი ზაფხული სატრანსფერო ფანჯარა. რა დროსაც დიდია შანსი, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.